ლედი მაკბეტი. აი ეს საინტერესო ქალია. მე მგონი ლედი მაკბეტის საკითხვა ღირს. გახსოვთ ლედი მაკბეტის ამბავი? მაკბეტის ტექსტი ვის აქვს საკითხული? მე არ მახსოვს იმას საკითხული რა. ხო, მოგეთ ფორმულა ესეთია, რომ მაკბეტი არ არის მეფე, არის მეფის ქვედა რგოლში მყოფი ადამიანი, ანუ მესამე იმაში მყოფი, მესამე კვადრატში მყოფი არის მაკბეტი, რომელსაც გამოეცხადება 3 გრძნეული და ეტყვის, რომ შენ მოკეთ უწინასწარმეტყველებე, რომ ის უნდა გახდეს მეფე. და ოღონდ თავის დათქმაც აქვს ამას, რომ მე რაღაცა ესე იგი ბირნამის ტყე რო დაიძვრება და დედის საშოდგან არშობილი მოკლავს მოკლედ ამ იმას რა ქვია მაკბეტს და მაკბეტი ფიქრობს რომ ტყე რანაირად უნდა დაიძრას და დედის საშოდად თუ არ დაიბადა ადამიანი აბა ისე როგორ უნდა დაიბადოს და მოკლედ ეს წინასწარმეტყველება ახდება და მაკბეტი კვდება. ეს არის ძალიან მოკლე ფორმულა ამ ისტორიის, მაგრამ ამ სიტუაციაში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ქალი, არქეტიპი ეს არის ლედი მაკბეტი. ლედი მაკბეტის ხშირად ახსენებენ ხოლმე, როდესაც უნდათ რომ ესე იგი განიხილონ ქალი, რომელიც არის თითქოს ერთი შეხედვით ვიღაცის ჭრილში, მაგრამ უკიდურესად ძლიერი манипуляტორი და მბრძანებელი, რომელიც სინამდვილეში ყველაფერს მართავს. ანუ მართველი სიტუაციის არა მაკბეტია, არამედ ლედი მაკბეტი არის. რუხი კარდინალი ქალი, კი ბატონო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საშიში არქეტიპი ქალისა. ეს არის მბრძანებელი ქალი, ძალაუფლების დედოფალი, ჩრდილი დემონური, გრძნეული, ბნელი სურვილები და სულიერი დაშლი და სისხლის რაღაცა ენერგეტიკული აღრევით. ესე კვადრატი ძალაუფლების ამბიციის, დანაშაულის და ხო დანაშაულის შინაგანი ასაკი, დაზიანებული, საშუალო ასაკის ქალი, ემოციურად დაუმუშავებელი, მოზარდი ტკივილით. აი ნახე ყველაფერი იქიდან ჩრდილოვანი მხარიდან წამოღებული აქვს. ესე იგი რაც კი შეიძლება გქონდეს წამოღებული, ყველაფერი აქვს წამოღებული. მბრძანებელი ქალი, მისი ნათელი და ბნელი ძალა. ლედი მაკბეტი არის სისტემაში მბრძანებელი ქალის უკიდურესი ისტორიულად ყველაზე გამჭოლი მაგალითი. მისი არქეტიპი შედგება უცვლელი ნებისყოფისგან, ძალაუფლების წყურვილისგან, წესების შელახვისგან, სუსტი ქალურობის უარყოფისგან და ძალის უზენაესობის რწმენისგან. ანუ ეს არის ქალი, რომელსაც მხოლოდ ძალის სწამს და ის აღიარებს, რომ კაცი არის ის, ვინც არის აი ესეთი რა. აი როგორ თქვა, აი სუსტი კაცი მისთვის უბრალოდ არ არსებობს და შეიძლება ასე ვთქვათ, პირველი გამანადგურებელი ასეთი კაცი სუსტი რა, მისი წარმოდგენით სუსტი. პირველი ვინც ასე ვთქვათ, გასრისავს ესეთ კაცს არის თვითონ ესეთი ქალი. იმიტომ რომ აი სისუსტე მისთვის რა არის, იცი რომ მაგალითად აი ის ესეთი ქალი ქალურობას როგორც სისუსტეს ისე აღიქვავს და ამიტომ უარყოფს, მისთვის არ არსებობს აი ხო იცი ეს ნაზი ქალი ან რაღაცა ქალურო ეს ვერიტას ესეთ რაღაცას. ეხლა ჩვენ რომელზე ვლაპარაკობთ ხო ხდებით? ამორძალის არქეტიპი ესეთი, ანუ მისთვის ეს ანუ როგორ ვთქვა, იცი რომ ეს არის უკიდურესი დამცირება. აი ხა თუ თქვა ქალურობას ხაზ ვინმე რო უთხრას რომ აი როგორი ნაზი და ისეთი რაღაც ქალი შეიძლება ხო ნუ თქვა შეურაცხყოფად მიიღოს ხო რომ რავი რა ვის აკაც ანუ არის ფილმი და შვილს და ძმისშვილს ანუ თუ გახსოვთ სიუჟეტი ანუ ეს მამიდა არის სიუჟეტი არ მახსოვს მაგრამ ის ქალი ვინც მოყვები სვანი იყო ისიც ხოთა შორის ქალი გამახსენდა რაღაც ძალიან ისე მოსალობა და ძმისშვილს და ეს თავისას მისცეს ეს ძმისშვილს გადაწყობს საკმაოდ და ეს იმას ხო ეგ არ მახსოვს რა შვილებიდან ორიდან ერთი რო გადაარჩინოს ანუ თავის შვილს გადაარჩინოს თავის შვილს ხო არჩევენ ნახე მაგისი აი რა შენ რა მაგალითს მოყევი მაგისი ის არის პირდაპირ სხვა რა ქვია იმას შეტრიალებული ვერსია. ამბავი არის ის ხალხური ლექსი რა. მეფხის ამბავი. ხო, შეიძლება კი. ლედი მაკბეტი ქმრის ჭკუაზე ისე მოქმედებს, როგორც შავი მთვარის მბრძანებელი. მისი ხმა არის ხმა შემპარავია, წამქეზებელია, დამაკნინებელია, გამაძლიერებელი არის ამ ნეგატიური ენერგიის. ყველანაირ ზნეობრივ სისტემას შლის და ანადგურებს და სისხლის გზას
სადაც მოკლედ ლედი მაკბეტია, იქ სისხლი ყოველთვის ტრიალებს. და მინდა გითხრათ, რომ ასეთი ქალის გვერდით მამაკაცები ხშირად დანაშაულს ჩადიან. საბედისწერო ქალი არ არის ეს იმ გზნეული ქალისგან განსხვავებით, გზნეული ქალი არავის არ მიუთითებს, წადი ვიღაცა მოკალი კაცო, ის უბრალოდ არის ენერგეტიკულად ანადგურებს, მიხვდი სხვას და შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ვიღაცა ან ქონება გააყიდინოს ან რაღაცა გააკეთოს, მაგრამ ეს არის ტიპაჟი, რომელიც სხვას ეხა უბრალოდ არ მინდა დავასახელო ერთი რა კი იწერება ერთი უახლოეს პერიოდში მომხდარი ერთ-ერთი ისტორია, როცა ერთი ადამიანი აღმოჩნდა ციხეში სწორედ ესეთი ქალის გამო. ერთ-ერთი ამ მორძალის ტიპაჟი არის, რომელმაც დარწმუნებული ვარ, რომ მიიყვანა ეს მამაკაცი ციხეში ყოფნისკენ. ისეთ ერთი ტიპისგან შექმნა მეორე, მოკლედ რა, იმიტომ რომ ეხა როგორია იცი რომ სხვანაირად მის მამაკაცურობას აცლის ძალას და თუ ეს ისუსტე უპოვა რომ ანუ კაცი დაიწყებს მტკიცებას რომ მე მამაკაცი ვარ, ანუ ესეთ ქალის გვერდით ის ყოველთვის წაგებულ მდგომარეობაშია. აზრი არ აქვს, ეხლა რა ვიცი, რა უნდა ამტკიცო რომ მე მამაკაცი ვარ თუ რა ვარ. ეს არის არა ქალური, არამედ დემონური სტრატეგიული გონება, რომელიც ქმარში ქმნის იმას, რასაც თავად ვერ გასწირავდა საკუთარ თავში. და საინტერესოა ხოლმე თქვა ესეთი ტიპის ქალი, კაცი რო ყოფილიყო, როგორი იქნებოდა, ну რა ვიცი, ძალიან საინტერესო ამბავი არის რა. ლედი მაკბეტის ჭრდილი არის გრძნეული, მაგრამ არა ვნების და სექსუალურობის გრძნეული. ეს არის დემონური, პოლიტიკური, სისხლიანი გრძნეული, რომლის მიზანია ძალაუფლების მოპოვება, ქმრის გაძლიერება, ოღონდ იმიტომ რომ თვითონ ესე მიაჩნია, რომ კარგია, საკუთარი ტრავმების შევსება, შიგნით ჩაკლული სირცხვილის დამალვა. ვის აქვს სერიალი ნანახი, პოლიტიკური სერიალია, ამერიკული, ის რო თამაშობს რა გვარია ის კაცო ჭადის სახელო დაგავიწყდება. ამერიკის პრეზიდენტზე და მის ცოლზე რო არის. კევინ სპეისი რო თამაშობს. საოცარი სერიალი, ეგ უნდა ნახო. House of Cards თუ რაღაც ესე ქვია, ხო? ძალიან მაგარი სერიალია, კლასიკური ლედი მაკბეტის ტიპაჟი. ანუ ყველაფერი, როგორ არის, რომ ყველაფერი შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ ძალაუფლება კონდეს ხელში. ვნების ნაცვლად სისხლი, გრძნეული როგორც ჭრდილი, აქ იღებს ფორმას ვნება ძალაუფლებაზე. ლედი მაკბეტის გრძნეულობა, სექსუალურობა არ არის, ის არის ამბიციური, ბოროტად ინტელექტუალური, ბნელ ძალაზე ჩაჭიდებული. შიდა განვითარებული ფსიქოსქემა. მისი ფსიქოლოგია ავლენს ჩუმში, სინამდვილეში, სიღრმეში რო ჩახვიდე, მას ის შეშინებული, როდესღაც შეშინებული ადამიანია, ანუ რაღაცა მომხდა მის ცხოვრებაში, ღრმა სირცხვილს, გაუნელებენ დანაშაულს, ხშირ უძილობას, ბნელ-ბნელ ფიქრებს და თვითგანადგურების სურვილს. მისი ჭრილი იმდენად ძლიერია, რომ საბოლოო გონებაში ხდება რაღაცა ესეთი გონებიდან ხდება, ასე ვთქვათ, რეალურ ცხოვრებაში ამის იმპლემენტაცია. ლედი მაკბეტი არის ემოციურად ძალიან ძლიერი, მაგრამ შინაგანად დაუფარავად ისეთი დაფარულად გატეხილი, ბრაზით გამაგრებული, სიყვარულში ძალიან სუსტი, თითქმის არ იცის ასეთმა ქალმა სიყვარული, არ გამოუცდია და ან თუ გამოუცდია, უბრალოდ სადღაც დავიწყებული აქვს ეს ამბავი. აკვიატებული ისინი აქვს, რა ქვია, რაღაცა აკვიატებები აქვს მიზნებთან დაკავშირებით, აი რაღაცას რო ამოიჩემებს მიზანს, თუ არ მიაღწია, მიზნამდე თუ არ მივიდა, შეიძლება უბრალოდ მოკვდეს. ან აიძულოს, აი რა დონეზე მიზანზე არის, იცი ლაპარაკი, რომ მიხვდეთ? აი მაგალითად რიგში ვიღაცა ჩაუდგა წინ. ხო არა ეგეთ სიტუაცია ხო ხდება, თქვა. ანუ ამას სანამ არ მიიყვან, სანამ იმ სტატუს კოს თავის ამბავს არ დაარეგულირებს, ამის გამო შეიძლება მკვლელობად ჩაადენინოს ადამიანს. აი ძალიან პატარა რაღაცეებზეც კი ისეთია მძაფრად რეაგირებს რა. აი რაღაცა თქვა ჩემია და მორჩა ამაზე არის აი ძალიან ჩაციკლული რაღაც ესეთ ტიპაჟი არის რა. გზნობებთან დეპერსონალიზირებული და ყოვლის შეგრძნეობის ილუზიით სავსე.
მისი შინაგანი ხმა ამბობს, რომ თუ გრძნობები დავნებდები, ეს დამღუპავს. ამიტომ გრძნობა უნდა მოკვდეს ჩემში. და როგორც წესი ესეთი ქალი გრძნობებს საკუთარ თავში კლავს. სოციალური როლი. სოციალურ სივრცეში ლედი მაკბეტი არის ინტელექტით სავსე ისეთი ქალი, თუმცა ხშირად უინტელექტოც არის ხო, მაგრამ აი უინტელექტობაშიც რაღაცა გარკვეული ტიპის რაღაცა ინტელექტუალურ ამბებს ავლენს. დახურული, მაგრამ ძლიერი манипуляციის უმაღლესი ოსტატი თუ გცივად ჩავრთოთ. ქალი რომლიცაც კაცებს ეშინია და პატივს სცემენ, ქალი რომელიც ქმარს აიყვანს იქ, სადაც მას თვითონ არ შეუძლია ასვლა. აი ქურუმი ქალი ხო ეხმარება და ეს მიათრევს. ეს კი არ ეხმარება, ეს მიათრევს. ანუ ეს მაკბეტის შემთხვევაში მაკბეტი არასოდეს მეფე ალბათ არ გახდებოდა, იმიტომ რომ იერარქიულადაც ეს არ ქონდა, მაგრამ როცა სახში ბრუნდებიან, ლედი მაკბეტი ეუნება უჩურჩულებს, რომ ეს შენი გასაკეთებელი ამბავე შანსია. მიხვდი? ამიტომ ხშირ შემთხვევაში ესეთი ქალები ისეთ სისტემებში, სადაც მაგალითად ქალების როლი ცოტათი მაინც უფრო მეტად დამცრობილია, მაგალითად ჩვენაირ სისტემაში, ხო, ჩვენაირ იერარქიულობაში, აი როგორც თქვა საქართველოსია, ხო, ეხა ქალის როლი მაინც რაღაცა ხელფეხ შეკრულია. ესეთი ქალები აღმოჩნდებიან ხოლმე პოლიტიკოსის ცოლები, მაგალითად, რომლებიც ესე აწვევიან იქიდან და ესე ჩრდილიდან მიათრევენ. ანუ იმ რაღაცა გარკვეული ტიპის ეს დემონური ვიზუალის წინა ფლანგზე მყოფი კაცების უკან დგანან ხოლმე სწორედ ესეთი ქალები ხშირ შემთხვევაში. იმიტომ რომ თვითონ რაღაცნაირად ვერ მოახერხა იმ ველზე შესვლა და ამიტომ უკნიდან მუშაობს ჯიგრულად რა. ნუ ბევრი რამე იმიტომ რომ როგორ არის დედოფალი არის თავისუფალი, თავის ურთეწეღა როგორც გითხარი და კნეინა ვერ არის თავისუფალი. ეს ამ იმას რა ქვია ავტორიტარულ რეჟიმს იმიტომ ქმნის, რომ სხვანაირად გონია, რომ დაკარგავს ამ იმას ძალ, იმიტომ რომ მას ეს ბუნებრივად არ მიუღია. უყურე, დედოფალი ბუნებრივად უნდა გახდე დედოფალი და კნეინა მიიტაცა ეს ძალაუფლება. აი უყურე, ლედი მაკბეტი ეს არის სცენარის ავტორი და მაკბეტი ეს არის შემსრულებელი. მიხვდით ხო, მაკბეტმა კი არ დაგეგმა მეფობა. მაკბეტი არის შესრულებული, ანუ დაკენ დაუგეგმა ლედი მაკბეტმა და მაკბეტმა უბრალოდ ეს გააკეთა. ეგ არის მთელი მუღამი ამ ტიპის ქალის. ურთიერთობებში სიყვარული როგორც ბრძოლა. ლედი მაკბეტი ქმარს უყვარს. მაგრამ ლედი მაკბეტს ქმარი არ უყვარს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი ფორმულაა რა. მაგრამ მისი სიყვარული თუ როგორიც არის, თუ არსებობს, არის მიზანმიმართული, გამუდმებული, არაჰუმანური და ძალაუფლების ნაწილი და შერწყმულია. თუ ძალაუფლება მე ესეთ ქმარს ვაღიარებ, ოკეი, მიყვარს რა. ნუ თუ რაღაც დონეზე. თუ ძალაუფლება არ არის, იმიტომ როგორც წესი, აი პრაგმატული თვალსაზრისით რომ ნახოთ, ხშირ შემთხვევაში ლედი მაკბეტის ქმარი იმიტომ რომ უყვარს თავისი ცოლი და თქვათ ან პარტნიორი, მოკლედ ქმარზეც რო არ ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ ცოლისგან აღიარება იპოვოს, ამას ცდილობს, ოღონდ ვერასოდეს ვერ მიიღებს ამას. ერთადერთი საშუალება აქვს, რომ უნდა დაიპყროს რაღაცები, მიხვდი? შეიძლება გახდეს მაგარი ბიზნესმენი, შეიძლება გახდეს მაგარი, რაღაც პოლიტიკა, რაღაც მაგარი როგორ, ანუ ძალაუფლების წყაროს ჩაეჭიდოს, იმიტომ რომ მიართვას თავის დედოფალს, რომ აი ნახე სათაფხვის ბავშვმა რო იცის ხოლმე, რომ დედიკოს რომ მიუტანს, რომ ნახე ხუთიანი მოვიტანე, მაგრამ ის არასოდეს ის მაინც უკმაყოფილო იქნება, იტყვის, რომ ოკეი, კი, კაი არის ეს, რომ თქვათ, კაია, რომ პრემიერ-მინისტრი გახდი, მაგრამ სახელმწიფო რო ქონოდა, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა. კაი მიუტანს მე სახელმწიფოს და კაი სახელმწიფო კი მომიტანე, მაგრამ იმპერია რო ქონოდა კიდევ უკეთეს დაუსრულებელი ამბავია, მიხვდი, არ მთავრდება. ეს ერთ რაღაცით აი ის თემა არ არსებობს, რომ ლედი მაკბეტმა თქვას ფეხი ფეხზე გადაიდოს და რა ბედნიერი ვარო, ჩემა თქვათ ქმარმა ის მომიტანა, რაც მე მინდოდა. არა, ეს დაუსრულებელი ამბავია. იქით და იქითკენ ყოველთვის რაღაც ახალი, რაღაც გინდა გეკითხა. აი ეს მეუღლე იქ კვადრატში საჩელება რომ მოვაწყოთ. ამისი მეუღლე როგორ არის, იცი რომ ან უნდა იყოს აი აქ, ან უნდა იყოს აი აქ. ქვევიტკენ თუ იქნება ჰა? ანუ ვერ მასშება რა, ეხა ქვედა იმას თუ პოტენცია დაინახა, თქვათ პირობითად შეიძლება იშვიათ შემთხვევაში ამორძალი გადააწყდა ისა რა ქვია მეფის ძეს. აი ვიღაცა პოტენციურ კარგ კანდიდატურას თუ დაინახა იმაში რაღაცა ისეთი ტიპაჟი, რომ ამისგან მე კაი
იმას გავზრდი ეს თქვათ რაღაც ამბავს თქვათ, ხო შეიძლება მასთან ურთიერთობაში შევიდეს, თორე ისე როგორც წესი, მას ეგეთი სუსტი ტიპები არ სჭირდება. ეხლა იმას ველოდომე განვითარებას და დისერტაციას და რაღაც როდის დაიცავს, მაგის ის არა აქვს რა, მაგის დრო და რესურსი არ აქვს რა. ის არ არის რბილი ქალი ქმრისთვის, ის არის სულის გენერალი, მისი მხარდაჭერა არის ბრძანება. შენ შეძლებ, იმიტომ რომ მე ესე მინდა. აი ეს არის მისი, ასე ვთქვათ, ფორმულა. ის კი არა რომ ჩემ რაღაცა არა, შენ რას ქვია ვერ შეძლებ. ანუ არც კი უშვებს იმ აზრს, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაცა არ გამოუვიდეს. ეს უკიდურეს სისუსტედ მიაჩნია. თქვათ რა უთხრას პირობითად რა ვიცი ხა ქმარმა, თქვათ რომ აი დედები, ესეთი დედები როგორები არიან, იცი? თქვათ სპორტსმენი ყავს შვილი, ხო? და თქვათ ხო ეხლა სპორტსმენი სულ ვერ მოიგებს. თუ შვილი წააგებს, თქვათ მოჭადრაკია და მოვიდეს სახში და წააგო პარტია, ხო? შეიძლება მოკლას გაგლიჯო, რას ქვია შენ წააგე? ანუ შენ არ უნდა წააგო, შენ უნდა იყო მხოლოდ და მხოლოდ მომგები. და რაღაც მომენტში სტრესულ იმას ქმნიან რა, გარემოს უქმნიან საკუთარ იმებს, შვილებს. ხოჭოლის ბევრი სპორტსმენის და ხელოვანის წარმატებულის უკან არის. ესეთი ქალები, კი, ხშირად არის ეგრე, კი. ოღონდ იმის ხარჯზე რომ ისინი უბედურები არიან. ხო? არა, თვითონ ის ადამიანები უბედურები არიან ხოლმე. ენერგეტიკული ველი, ბნელი, მკვეთრი, ინტელექტუალურად დემონური, ძლიერი, როგორც თქვა, მძიმე, როგორც დანაშაული, მაგნიტური, ნაღმივით ფარული და ბოლოს სევდით შეჭმული. მისი ირგვლივ იგრძნობა ძალა, რომელსაც შეუძლია კაცების ბედის გადაწერა, მაგრამ ვერ ახერხებს საკუთარი სულის გადარჩენას. მთელი უბედურება ეს არის, რომ ესეთი ქალები საბოლოოდ უბედურები არიან. ხო, უბრალოდ ამას სხვანაირად არ შეუძლია, ესე არის. მისი ხო აი რაღაცით ხო არის, რომ შედეგით რომ მაინც кайფობ, ხო, რაღაცას მიაღწიე და ამას ეგ არა აქვს. ანუ მისი მთელი ცხოვრება სულ ეს მუდმივი ის არის რა, აი ეს რეჟიმი. ამიტომ აქედან გამოყვანა ესეთი ადამიანის ყოვლად რთული ამბავია რა. ეხლა წარმოუდგენელი არ არის. აი რაღაცა შეიძლება მოხდეს მის ცხოვრებაში ისეთი, რომ აქედან ამოვიდეს და აი ოთარაანთქვრივზე რომ ლაპარაკობდით, ოთარაანთქვრივი სინამდვილეში ეს არის. საწყის ეტაპზე ჩვენ რო ვკითხულობთ, აი დააკვირდით როგორი ტიპაჟია. ისეთი ქალია, მებრძოლი ქა და შულსაც როგორ ეუბნება, რას ქვია, ანუ შულსაც ეს ეზრდის რა და შვილიც მოგუდული ყავს ამ თავის გიორგი როგორ არის გაზრდილი. 22 წლის ბიჭია და შეუყვარდა და დედამის ვერ უბედავს, რომ ეს თქვას, რომ აი მე დედიკო ვიღაცა შემიყვარდა. რას ქვია, შენ ვიღაცასთან წახვიდე და იმუშაო, ეგა გაკლია რა. რო სხვასთან იმუშაო, რა გჭირს სამაგისო. ხალხს აშინებს, გზირ სახეს გააძრობს, ხო გახსოვთ? რომ რაღაცა ქათამი წაართვა და 5 იმდენი დაუჯდა, სანამ არ ამოიღო ის ბოლომდე ეგ ამბავი რა. ადრე აი ეგეთი იდეოლოგიით არის შიფრებოდა ეს ნაწარმოები და სხვაებიც. აი სკოლაში მაგალითად არავის არ უთქვამს ეგ ჩემთვის რა. ხო, არა, უბრალოდ ეს რა არის, ილია ჭავჭავაძე მთელი მუღამი ილიასი ეგ არის, რომ ილია ჭავჭავაძე გვაჩვენებს ჩვენ, რომ ეს იდეალური ქალის პორტრეტი კი არ არის, ეს არის მინიშნება, რომ ქართველ დედებს ხშირად აქეთკენ აქვთ მიდრეკილება და ოღონდ მე ოთარაანთქვრივი, სხვათა შორის მე კნეინასში გადადის და დედოფლად კვდება. იმიტომ რომ თავის შულს უშვებს, ამის გაკეთება წარმოუდგენელია, რომ თვითონ ეხმარება, ეუბნება, რომ ერთ-ერთი ბოლო ამბავი რას ამბობს, რომ ჩემი თვალებით იმას შევწყვეტ და შენი თვალებით დავიწყებ ყურებასო, ხო? ეგ არის დედოფლის ფრაზა. ამის თქმა კნეინას არ შეუძლია. კნეინა ეტყოდა, რომ ფეხს გაადგავ და მოგატეხავ, არ მიუვარდება იმას და ეტყვის, რომ შენ რა ჩემი შვილის შეგიყვარდა თუ რაღაცა, ის კესო ეტყვის, კაცო რა შემიყო ვაფშე არ ვიცი, შენი გიორგის ვინაი რა უნდა ჩემგან მივხვდი, მაგრამ ეს ესეთი ქალი არის. აი ოთარაანთქვრივი არის ტიპაჟი, რომელიც ამორძალობიდან გადადის, აი გადასვლის მომენტი არის რა. მოკლე არქეტიპული ფორმულა. ლედი მაკბეტი არის ბრძანებელი ქალი, დემონური გრძნეულის ჭრდილით, ძალაუფლების თვის, ესე ვთქვათ, მებრძოლი ადამიანი, გონება, რომელიც საკუთარ ცოდვას ვერ გაურბის და ტრაგიკული არქეტიპი, სადაც ძალა ჭამს სიყვარულს. აი ეს შეიძლება ითქვას ლედი მაკბეტზე, რომ ლედი მაკბეტის ესე ვთქვათ, ტიპაჟი სწორედ ესეთია, რომ მისი ტოლვა ძალაუფლებისკენ არის გამოწვეული იმით, რომ მისთვის სიყვარულიც კვდება. როგორც წესი, ჩემი დაკვირვებით, ესეთი ქალები, გაზრდილები არიან ისეთ ოჯახებში, სადაც მამა იყო სუსტი.
ან მამა იყო ტირანი. აი ეს ორი ამბავია ხოლმე. ან მამა იყო ტირანი. აი ესეც სასტიკი ტირანი, სადაც დედა იყო საერთოდ ეს რაღაცა გაუფასრო არარაობა, ან პირიქით მამა იყო სუსტი და ამის წარმოდგენაში კაცი უნდა ყოფილიყო უფრო სხვანაირი, ძლიერი და იმ საკუთარ წარმოსახვაში არსებულ კაცის გაცოცხლებას იწყებს ცხოვრებაში. ქმარ სახეს აძრობს, მერე შვილებს სახეს აძრობს, ძმა თუ ყავს, ძმასაც სახეს აძრობს, როგორც წესი ძმა ყავს ხოლმე არ აღიარებს ძმას, თუ ძმას აღიარებს, ჩათვალეთ თუ ძმა აღიარა თავის რაღაც მაგარ ტიპად. ირგვლივ ყველა არაობა არის. ქმარს ეუბნება, შენ რა კაცი ხარ, აგე ჩემი ძმა არის, ნაღდი მამაკაცი. შენ ვინახარ, შენ არაობა, შენ რა ადამიანი ხარ. ესეთ ქალებს ხშირად აი სუფრასთან ხვდები ხოლმე, ქმარი რო დალევს ერთ ორჭიქას და ცოტა რო დაცანცარდება და ეს ცოლი რო აქედან ოპა შეუტევს და რო ფერ დაუკაკურებ და აბა დაეგდე ხა დროზე დაჯექი აქ რაღაც აი ესე იმისავით რო ეპყრობა რა რაღაცნაირად, იმიტომ რომ მის წარმოდგენაში კაცი რაღაცნაირი რაღაც ფორმულის მატარებელია, მაგრამ დასრულებული ფორმულა ამას არ აქვს. აი ხო შეიძლება იყოს ფორმულა ესეთი, რომ კაცი უნდა იყოს ესეთი. ესეთი ფორმულა ამ ქალის წარმოდგენაში არ არსებობს. ესეთი უნდა იყოს ესეთი და ამას რო დააკმაყოფილებს ქმარი, კიდე რაღაცა უნდა იყოს მე. კიდე რაღაც სულ დაუსრულებელი ამბავია, იმიტომ რომ არ მთავრდება მისი ასე ვთქვათ ეს რაღაცა წარმოდგენილი მამაკაცურობა. ხო, პრინციპში რა ვიცი, ხა ძალიან ბევრი დრო გავიდა 2 საათზე მეტი ვილაპარაკე, სხვა პერსონაჟებს რო აღარ გადავწვდე, მირჩევნია რომ მე წერტილი დავსვა ლედი მაკბეტზე და უპასუხო უკვე თქვენ შეკითხვებს, თუ რამეს დაზუსტება გინდათ, ან თუ რამე დაგჭათ, ესე ვთქვათ, გაუგებარი ამ ტიპაჟებისგან, იმის სიღრმეში ჩავიდეთ და უფრო ღრმად ვილაპარაკოთ. ამ ტიპის შეხვედრას როგორც წესი, ჩემი ვარაუდით, მინიმუმ 3 შეხვედრა სჭირდება ხოლმე, რომ დეტალურად დაიღეჭოს ყველაფერი, უფრო სიღრმისეულად თითო პერსონაჟზე უფრო ღრმად ვილაპარაკოთ და კიდევ სჭირდება და კარგია, როდესაც მე რა ტექსტს ვლაპარაკობ, თქვენის წაკითხული გაქვთ და გახსოვთ, იმიტომ რომ უფრო კარგად ხდება ამ დროს პერსონაჟების გაცოცხლება, მაგრამ ვინც დავასახელე თუ ამას სახში საგზლად წაიღებთ და იმ ფილმებს რაც თქვი და იმ პერსონაჟებს მე თვალს გადაავლებთ, ეს შეხვედრა შეიძლება გაცოცხლდეს მე თქვენ ტვიში და მიხვდებით, რომ რეალურად არქეტიპები ლიტერატურაში ეს არის უნიკალური რამ, რაც ცხოვრების ერთგვარი გზამკვლევი შეიძლება გახდეს ჩვენთვის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, დაწმენდილი და ისეთ დაზუსტებული ინფორმაცია მოაქვთ მწერლებს. ეს ფაქტობრივად ეს პერსონაჟები ერთი ქალის თვისების მატარებლები კი არ არიან, აი რამდენიმე ქალის ისინი არიან, რა ქვია, ინფორმაციის მატარებლები არიან და ეს რამდენიმე ქალი უფრო სრულყოფილ იმას გვაძლევს, თქვათ, სურათს. ეხლა ეს ზუსტად ესეთი სახით ლეპორელა ცხოვრებაში შეიძლება ვერ იპოვო. თუმცა მე მინახავს, ხო გითხარით, აი მე შემხვედრია, ლედი მაკბეტიც მინახავს, აი ეს რეალურ ცხოვრებაში. ნასტასია ფილიპოვნაც მინახავს. მე მინახავს რა ვიცი, მე შემხვედრია, არ ვიცი, თქვენ შეიძლება არ შეხვედრიათ. და რა ვიცი, ანა კარენინას მინახავს და ბევრი მინახავს ესეთი ადამიანი რა. კაცთან ლედი მაკბეტი საკუთარი თავი მოწონს ძალიან? საკუთარი თავის საქმეც ეგარი რომ არ მოსწონს. წეგან აი თქვი აღნიშნე რომ მასში ცხოვრობს ეს შიშები, არასრულფასოვნების სინამდვილეში კომპლექსი, დანაშაულის შეგრძნება, ბევრი რაღაცა ისეთი ცხოვრობს, ნეგატიური, რაც მას შინაგანად ანგრევს და ჭამს. მთელი უბედურება ეს არის, რომ ესეთი ადამიანები სხვასაც ესე უწარებენ სიცოცხლეს და საკუთარ თავსაც. თვითონ ის ბედნიერი, აი ხო შეიძლება რომ თუნდაც მაგალითად სექსუალური ურთიერთობით ბედნიერი იყოს ის ამითაც არ არის კმაყოფილი. არ არის ბედნიერი. ესეც არ მოსწონს. აი თქვა ხო შეიძლება კაი ხინკალი ჭამოს და ამითი ბედნიერი. არა, ესეც რაღაცა ესეც აქაც არ მოსწონს რა. აი რაღაცა ყოველთვის არის, რაც მას უტოვებს იმას, რა ქვია, სიცარიელის განცდას. ეგ არის მთელი ტრაგიზმი ესეთი ქალების. თუ ესეთ ქალს ქმარი შეხვდა ტირანი, ამ შემთხვევაში ცოდუ არის ხოლმე სამყარო მათი ირგვლივ. იმიტომ რომ ისინი ერთიანდებიან და იწყებენ გარემოცვის სრულ იმას, რა ქვია, დესტრუქციას და ანადგურებენ მათ ირგვლივ რაც კი არსებობს რა. თუ ესეთი ხალხი კომპანიის სათავეში აღმოჩნდა, აი თქვა ცოლ-ქმარი არიან რომელიმე კომპანიის ისინი დაფუძნებლები. და ერთი არის აი ეს ამორძალი და მეორე არის ტირანი.
იმ კომპანიაში მუშაობას მე არავის არ ურჩევ, იმიტომ რომ ყველა იქ ვინც იმუშავებს იქნება ამათი მონა და რესურსი. მეტი სხვა არავინ, იმიტომ რომ შეჭამენ იმათ. ოღონდ შეიძლება გარეგნულად ჩანდეს, რომ შეიძლება ამ დროს როგორ არის ხოლმე, იცი როლებს ინაწილებენ. ცოლი არის ხოლმე ესეთ ბუა და ქმარი არის ძალიან კეთილშობილი, საყვარელი, ჯიგარი ტიპი. ოღონდ სინამდვილეში ტირანია ისიც. ხო, ეს განაწილებული აქვს, იმიტომ რომ ამას როგორც გითხარით, ის მართავს. ანუ სტრატეგოსი ამ შემთხვევაში ხალი არის და ის მართავს ამ ამბავს. და ურჩევნია რომ თვითონ თავის ამ იმაში თავს კარგად გზნობს და ოკეი, მე ვიქნები ესეთი კაცო. შენ მოდი ჯიგარი ტიპის სითამაში. მაგრამ სინად საქმეზე რომ მიდგება, ერთმანეთს ისინი არ გაწირავენ, ყოველთვის მესამე მხარეს გასრესენ აი ესე თვალ დაუხამხამებლად რა.